წლების განმავლობაში კიმ ჩენ ინი აღიქვებოდა როგორც სასტიკი დიქტატორი, ბირთვული იარაღით შეპყრობილი გიჟი, მაგრამ იო ჯანგის ხელმძღვანელობით ეს იმიჯი რბილდება. ის ძმის რეპუტაციას ფრთხილად ასწორებს. 2018 წელს ჩრდილოეთ კორეა მოულოდნელად გახსნილ ქვეყანად წარმოჩნდება. იო ჯანგი შაბათს შეხვდება პრეზიდენტ მუნს. თუ შეხვედრა წარმატებით ჩაირვის, ექსპერტები ფიქრობენ, რომ ეს ვიზიტი შესაძლოა საფუძველი გახდეს ჩენ ინისა და მუნ ჯეინის სამიტისთვის. წერდნენ მაშინ. და მართლაც, 2 თვის შემდეგ კიმ ჩენ ინი და სამხრეთ კორეის პრეზიდენტი მუნ ჯეინი საზღვარზე ერთმანეთს ხვდებიან. ისინი ხელს ართმევენ, იცინიან. იმავე წელს კი კიმ ჩენ ინი დონალდ ტრამპსაც ხვდება სინგაპურში, ისტორიულ სამიტზე. ორი ლიდერი დიდ მაგიდასთან ჯდება და ხელს აწერენ ერთობლივ დოკუმენტს, სადაც წერია, რომ ჩრდილოეთ კორეა განიარაღებას აპირებს. ტრამპის გვერდით სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო დგას. კიმ ჩენ ინის გვერდით კი მისი და ისიქ დუმარე დგას. აკვირდება, თითქოს მთელი მსოფლიო იმედოვნებს, რომ ერთ-ერთი ყველაზე საშიში ბირთვული სახელმწიფო მართლაც უარს იტყვის იარაღზე, მაგრამ მასში რაღაც არაბუნებრივია. მისი გამოჩენები, ჟესტები, ღიმილი, ყველაფერი ზედმეტად გათვლილი ჩანს. და ეს მხოლოდ დასაწყისი იყო. პირდაპირ მტკიცებულებები ცოტა არსებობს, მაგრამ რაც ვიცით, იო ჯანგი ასრულებს მთავარ როლს, როგორც კომუნიკატორი სამხრეთ კორეასთან და შეერთებულ შტატებთან. ამასთან მას პროპაგანდის მთავარი დავალებაც დაეკისრა.